მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ რა მიდის თქვენი ურთიერთობიდან მასთან და რა შემოდის მის ნაცვლად. ეხლა გავაკეთებ სიგნიფიკაციას, ვნახავ ეხლა რა ხდება, რო იცოდეთ რომ თქვენი ეს გაშლა და მე უკვე ვკითხოთ ტაროს რა მიდის და ახალ წელს რა შემოდის, ხო? ახალი რა შემოდის. ეხლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში, ვნახოთ ჩემო ლამაზებო. Ну, в принципе, რო გითხრათ, რომ რაღაცა ძალიან ცუდი რამე ხდება, უბრალოდ აქ რა არის, ნახეთ, ახლა ვიგეთქოთ, შეიძლება აქ ადამიანზე უფრო მაჩვენ ან თქვენ ურთიერთობაზე მოდით ასე რომ ვთქვათ, არის ძალიან ისეთი ზეწოლა. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ახლა ორი ვარიანტი იქნება, აქ გეტყვით. ანუ შეიძლება ზეწოლა იყოს და შეიძლება თქვათ, ახლა თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თქვენი სიყვარული დაიცავოთ. შეიძლება იყო ეს სიყვარული даже უკვე დაკარგული და მე მაინც ისევ აღდგინეთ. ეგაც შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ურთიერთობა თქვენ არ არის აქ არც დასრულებული, არც არ არის აქ ახლა გული ვერ ტოვებს, ანუ ვერ ტოვებთ ამ ურთიერთობას. გაიგეთ რა ხდება? აქ შეიძლება დაბრყოლები იყო უეჭველი, აი ძალიან მტკივნეული სიტუაციები იყო, კი იყო. გულის ტკენა იყო, კი ბატონო, მაგრამ აქ მე ვხედავ, რომ შეიძლება ადამიანი ან დაგიბრუნდათ, ან არის ან თქვენ ელოდებით. მაგას ყველა ვარიანტში, რომ აქ გოგოს უყვარს ძალიან და ნამდვილად, აი რომ იყოს, თქვათ, შანსი ან რაღაცა კი. უმრავლესობას შეიძლება შემიძლია ვთქვა, რომ ეს გაუგებარი სიტუაცია, რომელიც თქვათ, ეხლა იყო მტკივნეული და ანუ ვერ უშვებთ რა, მოდით ასე ვთქვათ, ბევრი რაღაცა პრობლემები კი, აი თითქოს შეიძლება თქვენ იძახოთ, რომ არა, მე მაინც ვიცავ ჩემს სივრცეს რა, შეიძლება შემოდიან ვიღაცები, ხო? ანუ შეიძლება გარედან, შეიძლება ისე თქვენთან რაღაცა თქვენ თვითონ იბრძვით რამეს, რომ არ მინდა, არ შემოუშვებ, აღარ მინდა ეს გულის ტკენა, აღარ მივიღებ, მაგრამ მაინც ვერც უშვებთ, იმიტომ რომ აქ ადამიანს ელოდებით გულით, სულით, სიყვარულით და ანუ აქ სხვაობა იქნება უეჭველი, შეიძლება ზოგისთვის იყოს მენტალური სხვაობა, აქ როგორ იცით, თქვენ დაუშვათ სხვანაირად ფიქრობთ, სხვანაირად ფიქრობს დაუშვათ, ან შეიძლება ასაკობრივიც იყოს, იმიტომ რომ აქ არის პაჟი და კვერცხების დედოფალი რა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის სიყვარული, უბრალოდ არის რაღაცა მომენტები, რომელიც აქ გადასაწყვეტი და შესაძლებელი თქვენს მამაკაცს. იმიტომ რომ ეგ არის ამ ბრძოლებში, ეგ არის ადამიანი, რომელიც ვერ წყვიტავს რაღაცას, შეიძლება აქ ზოგთან იქნება დედას და თქვენ შორის რამე პრობლემა. არ გამოვრიცხავ, თქვა დაუშვათ დედას რაღაცა სურვილები აქვს, თქვენ რაღაცა სურვილები გაქვთ, ან რაღაც ვერ შვებით რა, მაგრამ აქ ნახეთ ორი ტუზია, აი პროსტა გაოცებული ვარ. აქ არის რაღაცა სამომავლო, ძალიან დიდი გადასაწყვეტი მისაღები, იმიტომ რომ ეს სირთულეები უნდა დაამთავრდეს ყველა ვარიანტში და თქვენ უნდა იყოს წესით მაჩვენებენ ძალიან მშვენივრად და კარგად. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ, თუ თქვენი სიტუაცია თქვენ იცანით, იმიტომ რომ უკვე აქ ბედი ერთობა, იმიტომ რომ აქ არის სიყვარული, აქ უბრალოდ აი ეს თემა რომ აი კიდევაც ვიძახე რომ დედებით ხშირ შემთხვევაში აპუჭებენ მე რაღაცას გოგოებო დედები ვინც ახართ და ვისაც ყავთ ბიჭები დაფიქრდეთ რომ აირჩიეთ თქვენმა ბიჭმა ეს ადამიანი, ესე იგი უნდა გაიაროს რაღაცა. კი თქვენ დედები ხარ და უფრო კარგად იცით რა უნდა თქვენს შვილს, მაგრამ მე როგორც ბიჭის დედა გეუბნებით იმას რომ თუ რაცა გასავლელი უნდა გაიაროს იმ თქვენმა შვილმა და როცა თქვენ ერევით ან ადამიანს აგდებთ უარეს დღეში თვითონ უნდა მიხვდეს თქვა ამ ადამიანმა რა როგორ უნდა გააკეთოს რადგან უკვე იმდენი იმ ხელა არის რომ უკვე ურთიერთობებშია ხო ესე იგი ნუ ერევით გთხოვთ ჩემო სიხარულებო იმიტომ რომ ნუ არ არის არც თქვენთვის და არც თქვენი შვილისთვის ეგ ყველაფერი კარგი ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რა მიდის გოგოებო თქვენი ახლა ეს დედებთან ვიყო ლაპარაკი რა იმიტომ რომ დედები თვითონ უყურებენ ურთიერთობაზე მაგრამ თავის შვილებს ზოგჯერ უშლიან ხელს так всё ვნახოთ ახლა ჩვენ რა მიდის თქვენი ურთიერთობიდან აქ ჩვენ
მოკლე გაშლები გვაქვს, ხო? და ვნახოთ რა მოდის თქვენს ურთიერთობაში, განახლებული, კარგი, სასიამოვნო, ხო? ახალ წელს უკვე რა. რა მოდის, რა სტოვებთ თქვენ? გასულ წელიწადში, გასულში უსამართლობას ტოვებთ. ტოვებთ იმას, რომ დაუშვათ, გინდოდეთ ანუ რაღაცა მოლოდინს, უსამართლობას, ანუ ამ ყველაფერს თუ დაუშვათ, რაცაც თქვენთან რაც თქვენ გულს გტკენდათ, რაც არაძლევდა საშუალებას განვითარების, ეს თქვენი უძილო ღამეები, ეს თქვენი ტირილი, ეს თქვენი უშანსობა, ეს თქვენი თქვა უიმედობა, ანუ თქვენ რო ფიქრობდეთ, რომ აი ხო შეიძლება დაბრუნდეს, ხო შეიძლება თქვა რამენაირ სერიოზულად დავიწყოთ, აქ შეიძლება იყოს დაუშვათ ქორწინება თუ გქონდათ და ანუ განკორწინება შეიძლება მოხდა, ან არა ხართ ერთად, ხო? ეგაც შეიძლება იყოს, აი ეს მიდის თქვენი ურთიერთობიდან, მიდის, კი ბატონო. იმიტომ რომ აქ ეს უკვე ძალიან ბევრი დრო გატარებული ფიქრებში, ტირილებში, ნერვიულობაში, ბევრ შანსს აძლევდეთ, ბევრს ახლა შეიძლება უკვე აღარ აძლევდეთ თუნდაც ამ შანსს, მაგრამ აქ მიდის, აი ნახეთ, აქ ბოლოში იყო, მაინც მეთქი იმას ვიზავე ხა 15-ს, ხო? შეიძლება მიჯაჭვული იყავი ძალიან, აი ეს რაღაცა შეიძლება ზოგს ახლა შვილების გამოც, კიდე ზოგი დაუშვათ ახლა ფიქრობ შეიძლება მილიონი შანსი ქონდათ მიცემული ადამიანისთვის, მაგრამ აქ სულ ლოდინი, აი ეს ყველაფერი მიდის, იმიტომ რომ აქ თქვენ ახლა მაინც იმედი გქონდეთ, რომ რაღაცა შეიცვლება, ეს ჩემი ქმარი დაბრუნდება, ან ჩემი კაცი დაბრუნდება, ან რაღაცა, აი რაღაცა როგორი სიტუაცია, იცით, როცა სულ მოლოდინში, რომ რაღაცა ის შეიძლება, მაგრამ აი თითქოს ეს გრძელდება და ეს ადამიანი ვერ გამოდიოდა თქვათ იმ თავის გზაზე. მოდით ასე ვთქვათ, ეს მიდის ჩვენ ვთქვით, ხო? ეხლა ვნახოთ რა მოდის. აი ეს გადაწყვეტილებას რო ვერ იღებდა ადამიანი და სულ წელავდა, ვერც ანუ როგორი თემა, იცით, არც მიდიოდა, არც რჩებოდა. აი ეგეთი რაღაცა იყო, აი აქ და ეს სიტუაცია უნდა წავიდეს, იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით ბრძოლა. ანუ თან ეხლა იმას შვები, რა ქვია, ვერ უშვებ, თან მიდის, ну, короче, რა მთელი ამბები რა და ვისაც შვილები ყავთ ხო საერთოდ. Так, რა რჩება? უბრალოდ რა მოდის თქვენს ურთიერთობაში, რა მოდის. ну, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ვარიანტში სხვათა შორის აქ მოდის ის, რომ თქვენი ადამიანი მოერევა ამ თემას, რომელზეც აქ იყო საუბარი. ანუ მიხვდება, რომ ჩემი ბედნიერება აი უფრო მირჩევნია ამ ქალთან, ვიდრე ეხლა მე სულ მოусმინო თქვა დედაჩემის აზრებს. გეუბნებით. აქ თუ დაუშვათ დედა ქვრივი ყავს სიტყვაზე, ან გაშორებულია თვითონ, ხო? ანუ მამიდა შეიძლება იყო, რა ვიცი მე. ანუ ეს სიტუაცია, ესე იგი, შემოდის როგორი თემა, იცი, გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი, რომ მე უკვე აღარ მოусმენ არავის, აქ ნამდვილად ეს ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში ის, რომ კი დაფიქრდება და მიხვდება, მე თუ დედაჩემს მოусმენ, მე დავკარგავ ჩემს ქალს, ის მერე ადგება სხვასთან დაიწყებს ურთიერთობას, ხო? და მე დავრჩები ისე და შორიდან უყურებ. აი, დგას და შორიდან უყურებს. მიხვდეთ? აი ეს მოდის, ანუ ადამიანი აქ დაფიქრდება. მე რას ვიზა, თუ დაუშვოთ, მე გავაგრძელე ისე ეგეთი ქცევები, როგორცაც ვაკეთებდი, უბრალოდ დავკარგავ ამ ქალს, იმიტომ რომ აქ ვიღაცა ჩაერე, კი დავკარგავ. მიხვდით? ამიტომ გადაწყვეტილებას იღებს ეს ადამიანი თვითონ და უფიქრდება იმას, მე ვინ მიჭირდება, მე ვისთან მინდა ვიყო, იმიტომ რომ აქ არის მომენტი, რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ მაგას, დაусმევთ წერტილს და იტყვით, რომ იცი რა არის? ან ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, ხო? ან მე მივდივარ. მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ აქ იქნება უეჭველი რაღაცა ძალიან მაგარი გადაწყვეტილება რა, მიღებული, კი ბატონო. კი. აქ იქნება რაღაცა საუბარი, რა მოდის. ანუ ეს პერიოდი, კი.
ანუ ნახეთ კიდე იუსტიცია. ეს იგი შეხედეთ, ნახეთ, აქ თუ დაუშვათ იყო უსამართლობა, აი ეს სამართლიან ეს აქ აღორძინდება რა, როგორ თქვა. იმიტომ რომ ნახეთ, რა მოდის, აქ ადამიანი დაფიქრდება, მიხვდება, რომ ან მარტო დავრჩები და მეს მარტოობა არ მინდა, სულიერი მარტოობა არის ყველაზე საშინელება რა. როცა სულ უწევს, იცის ეს ადამიანი, სულ აი მის დღემში რომ მელოდება, ხო? აი აქ ნახეთ როგორი მომენტი არის, თითქოს მიხვდება ეს ადამიანი, როდემდე დამელოდება. თუ მე რამეს არ გავაკეთებ, როდემდე დამელოდება, ხო? და ამიტომ აქ იქნება ხო გეუბნები, აქ რაღაცა საუბარი შეიძლება გქონდეთ თქვენ ისეთი გადამწყვეტი, აქ ადამიანს ექნება საშუალება სხვათა შორის იმისი რომ დაფიქრდეს ეს ადამიანი, შეიძლება ნახეთ არ გამოვრიცხავ რომ გექნებათ რამე პაუზა ან მანძილი რაღაცა სხვა ან სხვადასხვა ან როგორ არის იცით ერთად კი ხართ მაგრამ შეიძლება თქვათ აი ნახეთ იქნება აქ რაღაცა მომენტი ან პერიოდი სადაც ადამიანი კარგად დაფიქრდება და მიხვდება რომ ეს არის მისთვის ეს სიყვარული მნიშვნელოვანია და დაბრუნდება უკვე თქვენთან განახლებული ენერგიები და მიხვდება რომ მხოლოდ და მხოლოდ შენ მჭირდები მხოლოდ და მხოლოდ მე შენთან ვარ კარგად. გამიგეთ რა ხდება? ის არის რა. ანუ თუ დაუშვოთ თქვენ ამ პერიოდში გექნებათ პაუზა, გექნებათ რაღაცა თქვათ ადამიანი შეიძლება ეს იქნება თქვენთვის გაუსაძლისი, ხო? მაგრამ ამ დროს მაგისტრის უფრო იქნება გაუსაძლისი, იმიტომ რომ თქვენ ახლა პრინციპში ახლა მშვენივრად კარგად ხართ. აი, ნუ შეგეშინდებათ რა, ნუ შეგეშინდებათ. ეს არის რაღაცა თითქოს ანუ როგორი მომენტი იცით, მაგისტრის იქნება ეს კარგი მომენტი, რომ მან საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება. მიხვდეთ, თქვენ რამე თუ უნდა გააკეთოთ ამისათვის, გითხავ. ნუ რა თქმა უნდა რაფერი, მაგრამ ნუ მაინც. იყოთ მშვიდად და წყნარად. მშვიდად და წყნარად. აკეთებთ თქვენ საქმეებს, თქვენ რითიც ხარ დაკავებული და თავისით ეს ადამიანი მოვა აქ. თავისით. კი. თქვენ ნუ ზიხარ და ნუ იმაშვებით. მიეძეთ ამას საშუალება, რომ იჯდეს ეგა თავის გამოყვაბულში აი ახლა იმაში და იფიქროს რა, მომავალს თვითონ უნდა მიხვდეთ, თვითონ უნდა გააკეთოს მან არჩევანი. თვითონ. კი, ახალი ძალები მაინც იქნებიან მის გვერდით და ყველა ვარიანტში აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიტუაცია, ეს მტკივნეული მომენტი არის აუცილებელი. ხმა არ მოიღოთ. არ იჩხუბოთ, არაფერი არც ეცადოთ დაბრუნებას, წავიდა, ხო? თქვენ არაფერს არ აკეთებთ, თქვენ აძლევთ ადამიანს სივრცეს იმისათვის, რომ ეს ადამიანი დაფიქრდეს, თვითონ მოუნდეს თქვენსკენ მოსვლა. გამიგეთ? იმიტომ რომ აქ არ არის ადვილი არჩევანი. იმიტომ რომ შეიძლება დედას უსმენს, დედას უჯერებს, დედა შეიძლება მკაცრი იყოს, ან ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება მისთვის და ამიტომ აზის ორ სკამზე. მაგრამ მან უნდა გააკეთოს თვითონ ეს არჩევანი. თქვენ არანაირი დახმარება არა აქვს, მაღალი ძალები მაგას კარგად მოუვლიან თვითონ. ჩუმად იყავი, არაფერი არ გააკეთო. არ იჩხუბო, არაფერი არ უთხრა, დამიბრუნდი ან რაღაცა ქენი, არა. აი როგორც არ უნდა გინდოდეს, ხო? როგორც არ უნდა გინდოდეს, ეს იჯექი გადაერთე შენ საქმეებზე და დაელოდე, მიეცე ამას საშუალება, რომ ეს პროცესი მან გაიაროს და მე იქნება დაბრუნება. მიხვდით, დაბრუნება, კი, განულდება სიტუაცია ყველა ვარიანტში. ეს მესამე თქვენი პირი, ვინც არის, აქ დედა, აქ უეჭველი რაღაც დედა თქვენ ახლა, ნუ დედა რაღაცა, შეიძლება სამსახური რა ვიცი, ზოგისთვის მესამე რაღაც მომენტი, აი რომელიც არ აძლევდა საშუალებას თქვენი ურთიერთობის განვითარების, დამთავრდება, შეიცვლება თქვენი სირთულეები. წავა, ყველა ვარიანტი, აქ სიყვარული გაემარჯვებს და იქნებით ძალიან მშვენივრად კარგად და თქვენ თავს იგრძნობთ კარგად, ღირსეულად. ანუ ამოისუნთქებთ, ანუ როგორ არის, აი, ნუ არ გექნება რაღაცა ესეთი მომენტი, რომ ვაიმე ეს რატო ვქენი, რატო არ ვქენი, იყავი შენთვის. всё, მორჩა და აი მე შედგება ძალიან მაგარი საუბარი და ეს ადამიანი უკვე მოვა თქვენთან და იქნება უკვე
თქვენ გახდებით უკვე მისი აი ეს მთავარი ქალი, იქნება ძალიან სასიამოვნო შეხვედრა, ეს ბიჭი ძალიან სხვანაირი გახდება და აი იმას, რასაც ეს გეუბნებოდა და შენ ვერ არ გჯეროდა, აი აასრულებს 1,000,000%-ით გეუბნებით რა. აი აასრულებს ყველა ვარიანტში რა. იზავს, აქ ვაფშე შეიცვლება სხვათაშორის ძალიან მაგრად. და შემოდის უკვე თქვენთან, აი ძალიან კარგად რა. კი ბატონო, იმიტომ რომ მიდის, всё, წავა ეს, მაგი დაფიქრდება შენ თუ წახვალ მაგისგან, ხო? არაფერი, აი მოკვდება აქა ნერვიულობით რა, ვერ ვასრულებ რა, იმიტომ რომ იზიდა, არ შემიძლია, ბევრს ფიქრობდი, მაგრამ მივხვდი რომ შენთან მინდა ეს ბედნიერება, შენთან მინდა ეს ბედნიერება. და უფრო მალე დაბრუნდება თქვენთან, კი და რაღაცას შემოგთავაზა, საუბარი ყველა ვარიანტში გექნებათ. всё. მივხვდით? ანუ რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. всё. მიგისურვებთ ბედნიერებაზე, სიყვარულს.